გამარჯობა მეგობრებო, ამ პატარა ვიდეოში შევეხებით წელს და ზურგს. თუ ზურგის და წელის ტკივილები გაწუხებს და თან გეზარება ვარჯიში, ეს კლასი არის შენთვის იდეალური. ვარჯიში უმჯობესია სისტემატიურად ყოველ დღე, დილით გაღვიძებულზე, რომ ტონუსში მოყვანილი გაწელილი წელი დღის განმავლობაში გაყვას და აღარ აქტივდეს. უკეთესია დილა საღამოთ გააკეთებ, თქვათ რომ გაიღვიძებ 10 წუთი შენითი ვარჯიშებ და მერე ძილის წინ დღის დაძაბულობა რომ მოიხსნა და აგრძელო და უფრო სასიამოვნოდ დაიძინო. უნდა გახსოვდეს, რომ ვარჯიშის დროს ყველაფერს აკეთებ ზარმაცულად, 100% მოძრაობაში და პოზაში არ ჩადო, ყველა მდგომარეობაში რასაც შევალთ, ყველა პოზაში რასაც გავაკეთებთ, უნდა შეეცადო, რომ ყველა კუნთი, რაც ჩართულია, მაქსიმალურად მოადუნო, დაამძიმო და ამაში დაგეხმარება, რა თქმა უნდა, ღრმა და სუნთქვაც. მე მაქვს გამოყენებული აქ ესეთი რაღაც სტეპები ხქვია, ქართულად არ ვიცი რა არის. ამაზე დავუჯდები, შენ გამოიყენე სკამი, ნებისმიერი სიმახლის, შეგიძლია დივანზე დაჯდე, ლოგინზე დაჯდე და სამი მოძრაობა უნდა გავაკეთოთ მჯდომარე პოზიციაში. შეგიძლია, რა თქმა უნდა, მატიც გამოიყენო, მატზე გააკეთო ყველაფერი, მაგრამ როდესაც ფეხები ჩამოშვებული გაქვს, ეგ მოძრაობები უფრო სასიამოვნო და თავისუფლად კეთდება. მატი რო გამოიყენო აუცილებელი არ არის, შეგიძლია იატაკზე გააკეთო, იატაკი ცოტა მაგარია, ხალიჩაზე გააკეთო, ლოგინზე გააკეთო იგივე მოძრაობები, რასაც მე გავაკეთებ მატზე. სულ ოდნავ შევეხები მაინც ხერხემალს და წელს, რატო გვდგება და რატო გვაწუხებს ხოლმე. ზოგადად ხერხემალი არის მალებისგან შემდგარი, ყველამ ვიცით, მალებს შორის არის ხრტილოვანი მასა. დროთა განმავლობაში თუ ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურობაში ნაკლები გვაქვს, ხერხემლებს შორის ხრტილები ან იხრისება, სივრცე იქმნება, ნერვები გადის და ნერვები იჭყლიტება, 1000 მიზეზია, რის გამო შეიძლება წელი გვტკიოდეს და საწყისი არის ხშირად მჯდომარე გრაფიკი, მდგომარე გრაფიკი ან ფიზიკური აქტივობის არარსებობა. ანუ, როდესაც არ ვარჯიშობ და ხერხემლის ჯანმრთელობაზე, ასე ვთქვათ, ფიზიკური აქტივობებით არ ზრუნავ. მეორე წელის კუნთები, აი მენჯების ძვალი ხო, შედგება დაახლოებით პეპლისებური ძვალი არის, მაგრამ ერთიანი ძვალი არ არის, რამოდენიმე ძვლის ნაწილისგან შედგება და ესეც გადაბმული არის ერთმანეთთან ხრტილოვანი მასით. წელის ტკივილი გვეწყება, როცა ხრტილოვან მასაში იქმნება პატარა სივრცე, ხერხემლიდან ხო ჩამოდის ყველა ნერვი ქვემოთ უერთდება მენჯებს, ბოლომალა უერთდება მენჯს და მენჯებშიც აქეთ-იქიდან ესე ხერხემალი ჩამოდის და მენჯებში ნერვები აქეთ-იქით იტოტება და გამოდის. როდესაც ხრტილოვან მასაში პატარა დეფორმაცია ხდება, ან იხრისება, როგორც ვთქვი, შეიძლება ოდნავ შემცირდეს, დადნესავით დროთა განმავლობაში სივრცე გამოიყოს, ნერვებს შეეხება, ცოტა მიაჭყლიტავს, სადღაც გააღიზიანებს, ტკივილები წარმოიქმნება, რის შედეგადაც გვეწყება უკვე წელის და ზურგის ტკივილი დისკომფორტი. ამ ყველაფერს შევეხებით ამ პატარა ვარჯიშებით. თითო ვარჯიშზე გავჩერდებით დაახლოებით 8 სუნთქვა. შეგიძლია ეს ვარჯიშები გააკეთო უკვე შენით, რამოდენიმე გამეორებას რომ რამოდენიმეჯერ გააკეთებ ამ ვარჯიშებს, ტვინში ჩაჯდება და უკვე შენით მოახერხებ ყველაფრის გაკეთებას. ზედმეტ ახსნაში დრო არ გაიწელება და ვთქვათ, ეს პრაქტიკა თუ 20 წუთში უნდა გააკეთდეს ახლა, 20 წუთი თუ დაგვჭირდება ვარჯიშების შესასრულებლად, შენით რო გააკეთო უკვე შენს ტემპში ზედმეტი ახსნის გარეშე, 10 წუთში თავისუფლად მოაგვარებ და მოამთავრებ ამ ყველა მოძრაობას. ვაკეთებთ რას? ხერხემლის და წელის კუნთებს ვააქტიურებ, თუ ჭიმავთ, ვადუნებთ, ჭიმავთ, ვადუნებთ, დავგრიხავთ, ვამოძრავებთ. და ეს ყველა მოძრაობა და ამ ყველაფრის კომბინაცია საბოლოოდ კუნთოვან კვანძებს ხსნის, დაძაბულობას გვიშლის, ამ დისკომფორტს და ტკივილს გვიუქმებს და ვთქვათ, პირველი ვარჯიშის შემდეგ შეიძლება ძალიან სასიამოვნო შედეგი შეიგრძნოს სხეულში. ძალიან ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ, დავიწყოთ, თვალები დახუჭე აღონ, გულები გავხსნათ. გააკეთე რამოდენიმე ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ცხვირით. და ყველა არსება ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი და თავისუფალი და ყველა არსება ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი და თავისუფალი და ყველა არსება ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი და თავისუფალი. თვალები მსუბუქად გაახილე, გადავინაცვლოთ სკამზე, მე გადავალ სტეპებზე, შენ დივანზეც შეგიძლია რომ და ჩამოჯდე,
საზურგიან სკამზე არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია საჯდომი ბოლომდე და კომფორტულად იდოს. ტერფებიც მყარად გახსოვდეს, ყველაფერს აკეთებს ზარმაცულად, ზედმეტი ენერგია ძალა არ დაატანო, რაც უფრო თავისუფლად და მოდუნებულად იმოძრავებ, მოდუნებული იქნები პოზებში, მით უკეთესი ეფექტი ექნება თითოეულ პოზას. იდაყვები ცოტა შემოკეცე და ნაზად დაიკრიხე. სულუქად გაიხედები გვერდებზე უკან, ხელების ხარჯზე ამოძრავე ზედა ტანი. ცხვირითი სუნთქემე პირით მოგცემ ხოლმე პატარა მითითებებს, მაგრამ სუნთქვაზეც ზედმეტად არ დაიძაბო, არ დაისტრესო. რომელიმე მხარეს წადი, ვთქვათ მარჯვნივ დავიწყოთ, მარჯვენა ხელი გადაუშვი უკან, დაეყრდნობი სკამს, მოვტრიალდები, დაეყრდნობი სკამს, მარცხენა ხელი გადმოიტანე მუხლზე. ზომიერად დაიკრიხე, პოზას მიიღებ, სერა გაუშვი უკან და შეეცადე წელის კუნთები მაქსიმალურად მოადუნო და დაამძიმო. ზედმეტად არ დაჭიმო, დაგრეხილი რჩები და პოზაში მაქსიმალურად დუნდები. ამოსუნთქვები თავისუფალი, ხანგრძლივი. შემდეგ მეორე მხარეს, მარცხენა ხელი გადადის უკან, მარჯვენა ხელი გამოიყენე მუხლზე. ზევიდან ოდნავ გარედან. თუ ესეც ბევრია, შეგიძლია მარჯვენავე მუხლს დაეყრდნო და ისე დაიკრიხო. პოზა მიიღე, ზედმეტად ისევ არ დაიკრიხო, სულ ოდნავ ხერხემალი ზურგი შეიგრძენი, სასიამოვნო გაზმორვის შეგრძნებებს დაუმიზნე. პოზას მიიღებ, ზურგს მოადუნებ. ხო გამართული ხარ? თითქოს ჩაიფუშე, კუნთები მოადუნე. ახლა დაუბრუნდი ისევ ცენტრს, შემოტრიალდები მე შენსკენ. ფეხები ისევ ესე კედოს, მარჯვენა ხელი გადაიტანე თავზე, იდაყოს შეხსნი. მარცხენა ხელი ჩამოიტანე მუხლებზე, დაეყრდნობი იდაყვით და ხელის კულით, გაამაგრებ პოზას თავიდან ოღონდ, იდაყოს შეხსნი და აქაც სასიამოვნოდ გაისმორები. პოზას მიიღებ, მარცხენა ხელს გამოიყენებ საყრდენად, წელის კუნთები გააზარმაცე. ხანგრძლივი ამოსუნთქვები. შემდეგ მეორე მხარეს ჩამოდი ცენტრში, მარცხენა დაიდე თავზე, მარჯვენა გადაიდე მუხლებზე და დაიკრიხე. ზურგი მოადუნე, ზურგის კუნთები ჩაფუშე. ახლა დაუბრუნდი ისევ ცენტრს, გადავიდეთ უკვე იატაკზე, ხალიჩაზე, ლოქინზე, მატზე, რაც არ უნდა გქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ესე დავწვევი. კომფორტულად მოერგე, ქვევით დაეშვი, მოხარე მარცხენა ფეხი, წამოიღე მუცლისკენ, გადაიტარებ ზევიდან, სასიამოვნოდ დაიკრიხები. ტერფი შეგიძლია ჩაუშვა იატაკისკენ. თუ ზედმეტად ჰაერში გაქან მოდუნებას ვერ ახერხებ, მარცხენა ტერფი დაადე მარჯვენა მუხლს ზევიდან. ზედმეტად არ ჩააწვე, გრავიტაცია თავისით ჩაგწელავს. პოზას მიიღებ, ყურადღება გადაიტანე წელში. მუცლის უკან, მუცელიც მოადუნე, მუცლის კუნთები, წელის კუნთები დაამძიმე, საჯდომის კუნთები მოადუნე. შემდეგ მეორე მხარეს ჩამოდი ცენტრში, მარცხენა გამართე, მარჯვენა მოხარე. გადაიტარებ ზევიდან, სასიამოვნოდ გაისმორები. მარჯვენა ტერფი ისევ იატაკისკენ ან მარცხენა ფეხზე. ზომიერად დაგრძელდი,
ზედატანი, ქვედატანი დაარბილე. შეგიძლია რომ თვალები დახუჭო, ნებისმიერ პოზაში რო გავჩერდებით, თვალებს დახუჭავ, კუნთების აღქმა შეგრძნება, უფრო მარტივი იქნება. ახლა გადმოგორდი ისევ შუაში და უბრუნდით ცენტრს. გადავდივართ გუთამზე, ფეხები მოხარე, წამოწევ ზევით, პატარა ბიცკით საჯდომს ამოიტან ჰაერში, გადაგორდები უკან. ხელები გამოიყენე საყრდენად, ფეხები შეგიძლია დატოვო ჰაერში, მუხლები მოხარო დაელაგო შუბლზე, ან ტერფები ჩაიტანო იატაკზე თუ სწუდები. უმისნებ მხარბეჭს, ხერხემალს მთელ სიგრძეზე და წელს. ნიკაპი წაიღე გულმკერდისკენ, მაგრამ სუნთქვა განაგრძე. ხელებს დაეყრდენი, ხელები გამოიყენე ბალანსისთვის პოზის შესანარჩუნებლად. ყოველ ამ სუნთქვაზე კიდევ უფრო მოდუნდები, ხელებს კიდევ უფრო დააწვევი, ფეხები კიდევ უფრო მოგიდუნდება, ჩამოვა ქვევით სახისკენ. ბოლო 4 სუნთქვაც. ახლა ხელების დახმარებით მშვიდად გამოდი პოზიდან. დაეშვები, ჩამოდიხარ ქვევით. ფეხის გულები შეაერთე, ცოტა ზევით ავალ რო გამოვჩნდე. ფეხის გულები შეაერთე, საჯდომთან მაღლა გქონდეს ზევით ამოტანილი. ტერფის გარე კიდე, რაც მატს ეყრდნობა, ეგ უნდა გამოიყენო. ხელები წამოიღე საჯდომთან. ჩაისუნთქე, ამოსუნთქვა, მენჯები ზევით დარჩი. ხარბეჭი მოირგე, მუხლებს გააწექი განზე, წელის კუნთები გააქტიურე, ფეხების ხარჯზე შეინარჩუნებ პოზას, შეეცადე მუცელი შეისრუტო და თუ ნაული გაგიკეთებია ოდესმე მსგავსი რაღაცა უნდა ქნა აქაც. მუცელს შეისრუტავ, წაიღებ ზევით გულმკერდისკენ თავისკენ. ბოლო 1 ჩასუნთქვაც, შვეიდად დაეშვი. კიდე 3 წამოვიწევით. თითო ზევით ასვლაზე ვჩერდებით 8 წამი. ჩაისუნთქე ცხვირით, ამოსუნთქვა ტერფები ჩააჭირე, საჯდომი წამოწიე, მუხლებს გააწექი განზე. 8, 7, ზურგი მოადუნე 6, ნიკაპი გულმკერდისკენ 4, 3, 2, ნაზად და მშვიდად დაეშვი ქვევით, ზურგი მოადუნე. ხარმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, წელის კუნთები ჩაიტანე ქვევით, ბოლო 2 წამოწევაც, ჩასუნთქვა, ტერფები ჩააჭირე, მენჯები მაღლა, საჯდომი მოჭიმე, წელი გაამაგრე, მუხლებს გააწექი განზე, ტერფები რაც შეიძლება ქვევით, ძლიერად ჩააჭერ, მენჯებს კიდევ უფრო მაღლა აწვევი და ამოსუნთქვაზე ჩამოდიხარ ისევ დაბლა და ასვენებ ზედა ტანს. შეეცადე ზევით ასვლის დროს მუცელი შეისრუტო, წაიღო მაღლა, გაამაგრე პირველი და მეორე ჩაკრა. აქ ყველაფერს მოუჭირე ქვევით, ჩასუნთქვა ბოლოც, ამოსუნთქვა მენჯები ზევით, მუხლები შეხსენი განზე, ტერფის გარე კიდეები კარგად გამოიყენე, ჩააჭერ ქვევით. ბოლო 4-იც, 3, 2, 1, მშვიდად დაეშვი, ჩამოდი, ფეხები გამართე. ზურგი დაასვენე, გააკეთე რამოდენიმე თავისუფალი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, წელის კუნთები ჩაიძირება, ჩავა მატისკენ, მოადუნე, დაამძიმე. ხელების დახმარებით წამოიწიე ზევით, ამოდიხარ მაღლა. ფეხები შემოკეცე, წელის კუნთები რაც დავჭიმეთ, ახლა უნდა დავაგრძელოთ. მარჯვენა შემოკეცე შიგნით, თუ გინდა მარცხენა და მეორე ფეხი მოადე წინიდან. ერთი მუხლი გექნება მეორეზე მაღლა, რომელიც უფრო ზევით არის, იმას ჩააწვევი ქვევით, საჯდომს ცოტა წამოწევ და მე მეორე მუხლსაც ჩააწვევი დაბლა. ხელებით მუხლებს გააწექი განზე, საჯდომი თუ ოდნავ ზევით წამოგეწია, შეეცადე ქვევით ჩაიტანო და ამ მოძრაობაში ცდილობ წელის გაწელვას.
მეორე მხარესაც ვქნათ, შეცვლი ფეხებს, წამოიღებ ერთს უფრო შიგნით ვიდრე მეორეს, მაღლა რაც გაქვს იმას ჩაიტან ქვევით და მეორესაც მიაწვევი ძირს, დააბრტყელებ ორივეს მატზე. და ყვები გამართე, თავით წინ დაგრძელდი საჯდომით ქვევით. თვალები შეგიძლია დახუჭო. ახლა გამოხვალ პოზიდან, ფეხის გულები შეაერთე, აქვე იყავი, შეებხაუჭები ორივე, ზურგი გამართე, ბიძგები გააკეთე. შემდეგ ფეხები გააჩერე, ისევ ტერფებს ებხაუჭები, ზედატანს უნდა მისცე მიმართულება, დაგრძელდები წინ, დაგრძელდები ქვევით, იდაყვები შიგნით, ან გარეთ როგორც გირჩევნია. ხერხემალი წინ და ქვევით ჩაიტანე, წელი შეეცადე რომ გამართო, ზურგი გამართე, ხერხემალი ბუნებრივად მოგეხრება, მსუბუქად მოიხრება, იცოდე რომ ეგ ნორმალურია. შეინარჩუნებ პოზას, საჯდომი ჰაერში არ წამოწიო, საჯდომი კიდევს მატზე. წინ და ქვევით დაგრძელდი. და ახლა პოზიდან გამოდი, თავი წამოწიე, ფეხები გაუშვე პირდაპირ. მე შემომტრიალდები, რომ უკეთესად დამინახო. თითებს ხო წამოწევ ზევით. მუცლით, ანუ მარტივად რო ავხსნა, უნდა დავმრგვალდეთ და დამრგვალებულები ჩავიდეთ ქვევით. ვაკეთებთ რას? ნიკაპი ჩახარე, თავი დაუშვი ძირს. მერე დაიწყებ ზურგის მოხრას, გააწვევი უკან, იწყებ უკვე ხერხევლის მოხრას, ნელ-ნელა ჩადიხარ თავიდან ქვევით. კარგად უნდა დამრგვალდე, ჩაიკეცო. მიგაქვს თავი შუბლი მუხლებისკენ და სადაც მოახერხებ, იქვე ჩერდები. უმიზნებ ხერხემალს მთელ სიგრძეზე, რომ გაწელო და დააგრძელო. ნიკაპი კულმკერდისკენ, სუნთქვა განაგრძე. ხელები ფეხებზე, მატზე. ან თუ გინდა წაიღებ ცოტა უკანაც. კარგად დამრგვალებული ჩადი ქვევით, სადამდეც მოახერხებ, ამ ბოლომდე დებ თავს ქვევით, ან რჩები სადმე იქვე მაღლა. შემდეგ ვიწევით იგივე თანმიმდევრობით, თავი მაღლა არ წამოწიო, ჯერ ზურგს წაიღებ უკან, გასწორდები, ნელ-ნელა გაიმართები, მხარბეჭს ჩამოიტან და ბოლოს გაასწორებ თავს. ფეხები შეხსენი, გაუშვი განზე აქეთ-იქით, შემოტრიალდები მე ცოტა, ბოლომდე არ შეხსნა, ცოტა ადგილი უნდა დატოვო. იდაყვები შემოკეცე და აქაც დაიგრიხე აქეთ-იქით. საჯდომი მყარად გედოს, ფეხები სადამდე შეიხსნება, მნიშვნელობას საერთოდ არ აქვს. ყველაფერს ვაკეთებთ ზარმაცულად. ახლა ცენტრში გაჩერდი, შეეცადე აქ იმოძრავ გვერდებზე აქეთ-იქით, წელი დააგრძელი აქედან, იქიდან ხელებს დაეყრდენი, შენს რითმში ამოძრავდი. შემდეგ შუაში გაჩერდი, ჩავდივართ მუცლით დაბლა. სადამდე იქნები, სადამდე ჩახვალ, ისევ მნიშვნელობა არ აქვს. შეეცადე რა უფრო მუცლით წახვიდე, წინ მუცლით დაგრძელდე, საჯდომს გააწვევი, გაიბსიკები, მუცელს წამოიღებ პირდაპირ და მუცლით ეშვები ძირს. შეიძლება აქვე დარჩე, დაეყრდნობი მაგ შემთხვევაში ხელებს, წელის კუნთებს მოადუნებ, თავს ჩააგდებ ქვევით. თითქოს ამ პოზაში დაძინება საპირებო. თუ ამაზე მეტად გიშვებ სხეული, ჩადიხარ ქვევით იდაყვებზე, ან შეგიძლია გამოიყენო მუშტებიც. სადაც არ უნდა იყო, წელში გადაიტანე ყურადღება, თვალები დახუჭე, სუნთქვა გაახრმავე, ფეხის თითები აშვერილი გაქვს მაღლა ჭერისკენ, ბოლომდე ხანგრძლივად ამოისუნთქე. შუბლი მოადუნე, ხელებზე დაამძიმებ, წელის კუნთები შეიგრძენი და შეეცადე მაქსიმალურად მოადუნო. გაწელვაში დუნდები. სულ ცოტა ხანიც. ახლა ნელ-ნელა წამოიწიე, პოზიდან გამოდი. აკეთებ ისევ იგივეს, მოძრავ დაახლოებით ნახევარ წრეებზე. შეგიძლია ჩახვიდე ფეხებთანაც გააკეთო პატარა პაუზები, ხერხემალს მთელ სიგრძეზე წელს დაგიგრძელებს, დაძაბულობას მოგიხსნის აქეთ-იქით, მერე ისევ გვერდებზე გადადი,
ახლა წამოიწევი მაღლა და ბოლოჯერაც აქვე დაიგრიხე, აქეთ იქით. ბრუნდები ცენტრს, შუაში გაჩერდი, ფეხები წამოიღე ცენტრში, თუ გინდა ოდნავში ანჭყრევ გადაიქნევ, ტერფები წამოიღე შენთან ახლოს, საჭდომთან, ხელებს დაეყრდენი, წამოიწევი ზევით და მუხლებს მიაწვევი წინ და დაბლოუმიზნებ ბარძაყებს ზევიდან, რომ დააგრძელო, ხელებით გადადიხარ ცოტა წინ თუ საჭიროა, სადაც ზომიერია შეგრძნებები, იქვე ჩერდები. თავი კისერი დაასვენა უკან, ხელებს დაეყრდენი, წელი მოადუნე. ბარძაყები სასიამოვნოდ დააგრძელე. შეეცადე მოადუნო ორივე ბარძაყი. და მზად რო იქნები, ტერფებზე დაეშვი. ტერფებს დადებ, შეეცადე რომ აქედანვე წამოიწიო და გაიმართო მაღლა. თუ ზევით ქვევით მოძრაობის დროს ბარძაყები გტკივა, შეეცადე ეგ მოძრაობა კიდევ უფრო დაამატო და უფრო ხშირად გააკეთო ხოლმე ყოველდღიურობაში, შეგიძლია დაიჭიროს კამი, ტერფები დაახლოებით მხრების ზომაზე და ზევით ქვევით მოძრაობ, იმიტომ რომ თუ ბარძაყის კუნთები ფეხები კარგად არ იჭერს, წელი იქნება დაჭიმული, იმიტომ რომ ფეხები წელს ვეღარ იჭერს და წელს უწევს მთელი მუშაობის გაკეთება, რომ შენ სწორად იდგე, ამიტომ ფეხების ჯანმრთელობა ისეთივე საჭიროა, როგორც ხერხემლის. ჩაებხაუჭები მატს, ჩაჯდები ქვევით, წამოიწევი მაღლა, სადამდეც მოახერხებ, ტერფი არ უნდა წამაგეწიოს, ქუსლები კიდევს ქვევით. ან წინიდან დაიჭერს კამს, ან გვერდიდან დაიჭერს კამს და ესე მოძრაობს ზევით ქვევით, რომ საბოლოოდ აქ ჩამჯდარი თავისუფლად ამოხვიდე მაღლა. ერთი მოძრაობაც და მოვრჩებით. დადგები ტერფებს თუ გინდა სულ ოდნავ დააშორებ, ბალანსი რო არ დაკარგო, ხელები შეაერთე და დაგრძელდი ზევით. რაც მჯდომარეზე გავაკეთეთ დახვეული, რომ ჩავდიოდით ქვევით, იგივეს ვაკეთებთ აქ. მენჯები დატოვე სულ ოდნავ წინ, დაგრძელდები მაღლა, გაიჭიმე, თავი წამოიღე, ნიკაპი წამოიღე გულმკერდისკენ, დაგრეხვას გამკვალებას იწყებ ხელებით, ხელებს ჩამოიტან ქვევით, ჩაადიხარ დაბლა, ხერხემალი თან მიხვება, კარგად დამრგვალდი და დაგრძელდი ქვევით. შეიძლება აქვე გაჩერდე, ხელებს შეხსნი, აქვე გაჩერდები. შეიძლება ზურგმა ამაზე ქვევით ჩაგიშვას, კიდევ უფრო ქვევით ჩახვალ, კიდევ უფრო ქვევით, სადამდეც მოახერხებ იქამდე. ისევ 100% არ გამოიყენო, ზარმაცულად აკეთებ ყველაფერს. მუხლები გამართე და ქვევით ჩააგდე, ხელები ჩააყრი, ხელებს ჩახვევი გრავიტაციას. ნიკაპი კიდევს ისევ გულმკერდზე. ნელ-ნელა დავიწყებ თამოსვლას იგივე თანმიმდევრობით. ჯერ წელიდან იმართები, ხელები უკვე შეაერთე, წელიდან სწორდები, ნელ-ნელა ხერხემალი, ხელებს ამოვიტან ზევით. ხელებსაც რო დააბრუნებ საწყის მდგომარეობაში, მერე გაიმართები და თავს წამოწევ, ხელები ჩამოუშვი. ცოტა ხანი აქვე იყავი, თვალები დახუჭე და დააკვირდი შეგრძნებებს. შეიძლება ენერგია თავში წავიდეს და მსუბუქად თავბრუსხვევის შეგრძნება გქონდეს, არ შეგეშინდეს. ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, შეგიძლია განაგრძო და ისე იდგე, დააკვირდები შეგრძნებებს. თუ ცილსაპირებ, პირდაპირ გადაეშვები ლოგინში დაწვევი, მაგრამ თუ დილით გააკეთე ეს პრაქტიკა, სხეული და ტვინი რო გამოვაფხიზლოთ, წამოიწევი ფეხის თითებზე, ქუსლები ამოიტანე, ამოსუნთქვაზე დაეცი. ჩასუნთქვა ზევით, ამოსუნთქვა დაეფერთხე. ძლიერად ჩამოვარდი ქვევით. მერამ დაახლოებით მესამე დაფერთხვაზე უკვე იგრძნობ, რომ კარგად გამოფხიზლდი, სხეული გამოაცოცხლე ბოლო ერთიც და აქვე გაჩერდი. ჩვენი წელის ვარჯიშები დავამთავრეთ. ისევ როგორც დასაწყისში ვთქვი, შეეცადე რომ სისტემატიურად ყოველდღე გააკეთო, დაძაბულობა რომ მოგიხსნას და საერთოდ წელმა აღარ შეგაწუხოს. თავიდან ცილის წინაც თუ გააკეთებ ხოლმე დაახლოებით 10 წუთი რამოდენიმე ვარჯიშს მაინც, ეგეც უკვე ძალიან კარგი იქნება. შეგერგოთ გაამოთ, დიდ ხანს გაყვეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, თავისუფლებას და დროებით.